არავის მოკავშირეობა არ გჭირდებათ. ძალაუფლების 58 კანონის მე-20 კანონი. გამარჯობა, მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday და დღეს განვაგრძობთ რობერტ გრინის ძალაუფლების 58 კანონის გარჩევას. კანონის ფორმულირება. მხოლოდ უგუნური ესწრაფვის რომელიმე მხარეს მიემხროს, არ მიემხროთ არავის, არც ერთ საქმეს არ დაუჭიროთ მხარი, საკუთარის გარდა. შეინარჩუნეთ დამოუკიდებლობა. ამ გზით ადამიანების ბატონ პატრონად იქცევით, მათ ერთმანეთს გადაამტერებთ, აიძულებთ თქვენ მოგდევდნენ. სანამ ღრმად განხილვაში შევალთ, აქვე ვიტყვი, რომ ამ კანონს ვეთანხმები, უბრალოდ კანონის ფორმულირებაში ამოვიღებდი ნაწილს, რომ ადამიანების ბატონ პატრონად უნდა ვიქცეთ, რადგან ერთმანეთს გადავამტეროთ. თუმცა ძალაუფლება თუ წურია შეიძლება ეგ სწორი იყოს, მაგრამ ძალაუფლების გარეშეც ზოგადად ეგ რო არ გამოძრავებდეთ, უბრალოდ თუ გამოძრავებთ, არ ვიცი, საკუთარი ზრდის სურვილი, წარმატება, დოლოთიანი ცხოვრება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, პატივისცემად რაღაც მხრივ, პირადი საზღვრების დაცვა, მე გირჩევთ, რომ მკაფიოდ არ დადგეთ იმ მხარეს, რომელიც არ არის თქვენი. მაგალითისთვის რომ მოვიყვანო, პოლიტიკაში, აი მაგალითად ქართული სცენაც რო ავიღოთ, ხო? ვინც კი კარგი ცოტა ისეთი სიტყვა არის, მაგრამ ვინც კი ისეთი იყო წარმატებული და პოპულარული და ხალხში კარგი რეპუტაციით სარგებლობდა, არა აქვს მნიშვნელობა, რომელ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანდნენ, თუ ეს პარტია არ არის თავიანთი, გამოდის, რომ აჩუქეს ამ პარტიებს საკუთარი რეპუტაცია და საბოლოო ჯამში ეს პარტიები როცა აღარ იქნებიან, ან შეიძლება იყვნენ კიდევაც, ისე მოისროლონ, არ ვიცი, სანაგვეზე და ასე შემდეგ. ანუ ადამიანს, რომელსაც დამოუკიდებლად აქვს რეპუტაცია ნაშენები, მისთვის არ არის პრაგმატული და ჭკვიანური, რომ ეს თავისი რეპუტაცია გადაუმისამართოს და აჩუქოს ვიღაცას, თუნდაც რაღაცა ძალიან ძვირფასი სანაცვლოდ, ან დიდი თანხის სანაცვლოდ, იმიტომ რომ ეგ არის მოკლე ვადიანი გადაწყვეტილება. გრძელ ვადაში ყოველთვის კარგი იქნება, რომ მაგალითად თუ უნდა მომღერალს, რომ იყოს პოლიტიკაში, არსებულ პოლიტიკურ პარტიებში კი არ წავიდეს, არამედ ჩამოაყალიბოს თავისი პოლიტიკური პარტია, რომელიც მისი იდეების, ღირებულებების მატარებელი იქნება. და ნუ ზოგადად პოლიტიკაში ჩემი აზრით არ უნდა წახვიდე, თუ შენ ძალიან გადარდებს შენი რეპუტაცია, იმიტომ რომ განსაკუთრებით დღეს ჩვენ მგონია, რომ შეიძლება სადმე უფრო დეცენტრალიზებული მართვა არის, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ყველგან ცენტრალიზებულია და როცა სისტემა გადაწყვეტს, რომ შენ აღარ ხარ საჭირო ფიგურა, ან ეწინააღმდეგები მათ მიზნებს, აუცილებლად განსაკუთრებით ინტერნეტის სამყაროში ეცდებიან, რომ დააკენსელონ თქვენი პიროვნება და ძალიან მარტივად გამოვა. პოლიტიკასაც რომ თავი დავანებოთ, აი ზოგადად ხო, მაგალითად ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ერი და მეც რომ მეკითხებიან აქ პანამაში სულ ვამბობ, რომ ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, მაგრამ მე ამას ისე არ ვამბობ, რომ ან ვინმე შეურაცხო, ან მაგალითად თუ მისი დღესასწაულია არ მივულოცო, ან რომელიმე რელიგიაზე რამე თუ ანუ ესე კაცრი მიკუთვნებულობა არ მაქვს და აქ ზუსტად ეგ იგულისხმება, რომ შენ შეიძლება რაღაცა იდეის და ჭეშმარიტების გჯეროდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის გარდა არაფრის მიმღებლობა არ გაქვს. ანუ ყოველთვის უნდა დავიცვათ ბალანსი ყველაფერში და ეს ძალიან გამოგვადგება ურთიერთობებში, ნაკლები კონფლიქტი გვექნება, შეიძლება საერთოდაც არ გქონდეს და ძალიან პრაგმატულიც იქნება, იმიტომ რომ დროსთან ერთად ეს სიმართლეები, იდეები, მიზნები და ჭეშმარიტებები იცვლება ხოლმე და მე შეიძლება ჩვენ დაგვიმახსოვრონ, როგორც აი ამ იდეოლოგიის მიმდევარი, აი მაგალითისთვის რომ გავიხსენოთ ადამიანები, ვინც COVID-19 დროს ძალიან მკაცრად, თავდაჯერებულად მოუწოდებდნენ ყველას, აიძულებდნენ, არ ცხვენდნენ, აბულინგებდნენ, რომ გაიკეთეთ აცრა, თუ არ გაიკეთებდი, მოკლედ არსად არ მიგესწრებოდა და რაღაცნაირად შერცხვენილი იყავი, არა მარტო ის, რომ საკანონმდებლობის შეზღუდვები იყო.
დღეს ნელ-ნელა უკვე წამოვიდა ინფორმაცია, რომ ეს იყო დაჩქარებული, არ იყო საკმარისი კვლევები, ამან შეიძლება ჩვენში გამოიწვიოს რაღაც მუტაციები, რაღაც დაავადებები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც აი ესეთი დაჟინებული, ასე ვთქვათ, ელჩები იყვნენ, რომ გინდა თუ არა გაიკეთე ვაქცინა და აი მან შენ გინდა გაიკეთე და თუ გინდა არ გაიკეთებ, მაგრამ როცა შენ გაქვს ცნობადობა, ნუ აიღებ საზოგადოების წინაშე, ესე ვთქვათ, აი რაღაცნაირი პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, რომ შენ გამო რაღაც აი ეგეთი გააკეთონ, რაზეც აზრი იყოფა, თორე რა თქმა უნდა შეგიძლია გაუზიარო მაგალითად ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი თუ ხარ, ან როგორც ჯოკოვიჩი ამბობს, ხო, 10 რა არ გავიკეთე, ამიტომ და ამიტომ, მაგრამ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, ყველას გადაწყვეტილებას ვცემ პატივს, არ ვარ ანტივაქსერი, უბრალოდ ეს არის ჩემი სხეული და მე ვწყვეტ გავიკეთე თუ არა. ანუ აი რაღაცა ესეთი ნეიტრალური ეძებეთ, რომ ზედმეტი აფილირება და ასოცირება არ იყოს რომელიმე ერთმანეთთან წინააღმდეგობრივ აზრთან დაკავშირებით თქვენ შესახებ. კარგით, გავაგრძელოთ ახლა წიგნის კითხვა, აქ ჩამიწერია კიდევაც, რომ არავისთან დააკავშიროთ თქვენი თავი საკუთარი თავის გარდა. მაგალითად, მე მართლა ჯერა, რომ ადამიანი არ არის დაბადებული იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება იმუშაოს 9-დან 6-მდე, ესეც კარგ ვარიანტში, რაღაცა 4-კუთხედ შენობაში, კარგ შემთხვევაში, კარგ რემონტიან შენობაში 1 საათი კონდეს ლანჩი და მთელი ცხოვრება თავი მიუძღვნას რუტინულად სხვისი მიზნებისთვის, მუშაობას, სხვების გაბედნიერებას და სხვების გამდიდრებას. მე ვფიქრობ, რომ ამას აქვს ჩვენ ცხოვრებაში ადგილი, ანუ უნდა მივიღოთ ეგ გამოცდილება, თუმცა ყველამ არა და რაღაც ეტაპზე ეგ გამოცდილება უკვე უნდა გამოვიყენოთ ჩვენი სასურველი ცხოვრების ასაშენებლად. მე ვფიქრობ ესე. და ეს არის ჩემი ღირებულება, რომ ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს და თავისი მოწოდებით ცხოვრობდეს. და ამ შემთხვევაში მე კი არ ვეძებ, რომ აი მაგალითად ვინ ფიქრობს კიდე ესე, მოდი იმას მოვიშველიებ და იმის აზრზე გადავალ და მე შევუერთდები იმას. ან ვინ არ ფიქრობს ესე და მოდი მე დაუპირისპირდები იმას და საწინააღმდეგო აზრი აქვს და რაღაცა ბრძოლაში ვიყოთ ერთმანეთთან. არა, ეს არის ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება, ჩემი ცხოვრებისეული დასკვნა, ღირებულებები და ამ აზრთან, რომელიც არის ჩემი, მინდა რომ ვასოცირდებოდა მე, იმიტომ რომ ეს არის ჩემს საკუთარ თავთან და იდეოლოგიასთან ჩემი ასოცირება. ამიტომ ამ ნაწილში მკაფიო ვიქნები, თუმცა ამ მკაფიობაში არ ვიქნები რადიკალური, რომ ცუდია სამსახური და საერთოდ არ გვჭირდება და რასაშინელებაა და რომ ყველაფერი გამოუვა ადამიანს სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ. არა, ჩემი მოვალეობა იქნება, რომ ზუსტად ნეიტრალურად დაბალანსებულად შევთავაზო ინფორმაცია, რომ აი ეს რეალობა აქვს ორივეს და შენ უნდა აირჩიო, მაგრამ სიტყვაზე ვინმე X-ი თუ გააკეთებს არხს ამ თემასთან დაკავშირებით YouTube-ზე, მე ეხლა ვფიქრობ, რომ ამ კანონს გავითვალისწინებ და იმ არხზე თანაწამყვანი არ გავხდები. იმ არხს მივცემ საშუალებას, რომ იმ ადამიანმა თვითონ განავითაროს და მე ჩემ ამ იდეოლოგიას ჩემებურად განვავითარებ, იმიტომ რომ მინდა რომ ჩემ ირგვლივ შეიკრეს აუდიტორია და მე რო შეიკრება ეს ჩემი აუდიტორია, რატო უნდა ვაჩუქო ეს აუდიტორია სხვას? ანუ რატო უნდა ვუთხრა ჩემს აუდიტორიას მადლობა ჩემი რეპუტაციისთვის, მაგრამ ეხლა ეს რეპუტაცია და ჩემი მართლობა უნდა განზავდეს სხვასთან. და მე პოლიტიკურ პარტიებს ემართებათ ხოლმე ეს შეერთდებიან და გონიათ რომ ამ შეერთების შემდეგ გაიზრდება აუცილებლად მათი რეიტინგი და შეიძლება ერთი ისე არ მოწონდეს მეორეს ამომრჩევლს და პირიქით რომ დაიწიოს ან რაღაცა ძალიან დაბალი საშუალოდ დაჯდეს და ნუ საქართველოში ამის ძალიან ბევრი მაგალითია თანამედროვე პოლიტიკურ სცენაზე მსოფლიოს რო არ გადავწვდა ეხა. ძალიან საინტერესო მაგალითია მოყვანილი დედოფალი ელიზაბეთ პირველის, რომელიც ინგლისის ტახტზე 1558 წელს ავიდა, ეს შეიძლება არ იყო ძალიან საინტერესო ფაქტი, მაგრამ მოკლედ მთელი ქვეყანა
ეძებდა ელიზაბეთ პირველისთვის საქმროს და მთელმა ქვეყანამ იცოდა, რომ ის იყო ქალწული და ინგლისის და დიდი ბრიტანეთის ესე ვთქვათ ინტერესებიდან გამომდინარე ხან რომელ ქვეყნის ჰერცოგთან, პრინცთან, მოკლედ არ ჩამოთვლი ამ ტიტულებს მეფეებთან და ასე შემდეგ აწვილებდნენ და მოკლედ ესეთი ესე ვთქვათ სტრატეგია ჰქონდა დედოფალს. არავისთან არ კამათობდა, არც უარით ამწუხრებდა, მაგრამ გათხოვებას ისევ არ ჩქარობდაო. ელიზაბეთი დელიკატურ თამაშს თამაშობდა, რომლის წყალობითაც თანდათანობით იქცა დაუსრულებელი სექსუალური ფანტაზიებისა და საკულტო თაყვანისცემის ობიექტად. მას შეარქვეს მსოფლიოს იმპერატორი ქალი, უმანკო ქალწული, რომელიც მართავდა სამყაროს და ვარსკვლავების მოძრაობას. ესპანეთის მეფემ ხელი სთხოვა, ასევე შვედეთის პრინცმა, ავსტრიის ერცჰერცოგმა და ელიზაბეთმა სამივეს თავაზიანი უარი უთხრა. ოღონდ პირდაპირ არა, ანუ ეს ნელ-ნელა ხდებოდა, ფლირტიც იყო, ჩადიოდნენ, მოინახულებდნენ, საჩუქრებს უგზავნიან და რეალურად ამ თავის არავისთან ასოცირებით ზედმეტად და თან დისტანცირებით და მიუწვდომლობით მოიპოვა ის, რომ ომი არ ყოფილა მისი მმართველობის პერიოდში, არ გათხოვილა, რადგან მისი მიზანი იყო, რომ არ გათხოვილიყო და გამონათქვამია, რომ ელიზაბეტისგან რომ მირჩევნია მათხოვარი და გაუთხოვარი ვიყო, ვიდრე გათხოვილი დედოფალიო და აქედან გამომდინარე მის მიზანს მიაღწია და ისე ცხოვრობდა, როგორც უნდოდა. და აქვე დავამატებ, რომ მოკლედ უკვე ყველა რომ გაისტუმრა უარით, ისეთ ასაკში იყო ელიზაბეტი, რომ შვილი ვეღარ ეყოლებოდა და თავისუფლება მისცა დარჩენის სიცოცხლე ისე გაეტარებინა, როგორც თავად სურდა და მომკვდარ იყო ქალწულ დედოფლადო. პირდაპირ მემკვიდრეები არ დაუტოვებია, მაგრამ მისი შეუდარებელი მმართველობა მშვიდობისა და ქვეყნის კულტურული განვითარების პერიოდი აღმოჩნდა. და აქ ძალიან შემეხმიანა უბრალოდ ის ფაქტი, რომ ისევ ქალწულ დედოფლად გარდაიცვალა. შეიძლება ახლა ეს ფაქტი არ ვიცი ვერ დადასტურდეს ან დადასტურდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ისეთი ცხოვრება ჰქონდა მოგრძალებული და მაგნაწილში ესე ვთქვათ თავშეკავებული. ყოველ შემთხვევაში, როგორც ისტორიიდან ირკვევა და ვისაც გაინტერესებთ, აი რატომ იყო კონკრეტულად ელიზაბეთ პირველი ესეთი ძლიერი დედოფალი და რატო იყო სიმშვიდე მის გარშემო და ამხელა პატივისცემა, რამდენად შეუწყო სექსუალური ენერგიის საკუთარ თავში ჩაბრუნებამ ამაში ხელი შეგიძლიათ ეგ საკითხი იკვლიოთ. მაინც და მაინც ახლა ეს ამ წიგნის თემა არ არის, მაგრამ ლიბიდოს ენერგიის ტრანსფორმაცია როგორ ხდება ქალების და კაცების შემთხვევაში შეგიძლიათ ნახოთ და იუნგისეული ესე ვთქვათ თეორია მოისმინოთ ამასთან დაკავშირებით. არ ვიცი თუ ვიმეს დაინტერესებს, შეიძლება ამაზე მოგვიანებით სხვა ეპიზოდიც ჩავწერო და მოკლედ ესეთი იყო ელიზაბეთი. არ უნდა და შვილი არ უნდა და გათხოვება თავის შუაზე უნდა და ცხოვრება უნდა და რა ყოფილიყო ძალაუფლებიანი, გავლენიანი და გამოიყენა ძალიან ბევრი კანონი ამ წიგნიდან, რაც უკვე გავიარეთ და რასაც გავივლით და თან ვერ ვიტყვით, რომ რაღაცა სასტიკი და ისეთი და ესეთი, ანუ შვიდობიანი იყო და ძალაუფლების შენარჩუნება და ძალაუფლებისთვის წინსვლა და ძალაუფლების მოპოვება არ ნიშნავს მაინც და მაინც იმას, რომ ადამიანი მხოლოდ ცუდ გზებს იყენებს ან ცუდ მეთოდებს მიმართავს. პირიქით ძალიან ჭკვიანურად, დაკვირვებულად, აი რაღაცნაირად აი უნდა არ ვიცი გველივით ისრიალოს. ამ რაღაცა ისეთი აურზაური არ გამოიწვიოს და თავის რეპუტაციას არ ავნოს, იმიტომ რომ როგორც წესი ადამიანები, მე ეხლა თანამედროვეებს ვისაც ვაკვირდები და თუნდაც ძველი დიდი ფიგურები, ვინც მოიპოვებენ ძალაუფლებას, მერე ავიწყდებათ ეს კანონებიც და შეიძლება სხვა კანონებიც და აი გონიათ რომ ჩვენ ვართ ყველაფერი და არაფრის გათვალისწინება არ გვინდა და რაღაცნაირად ამ სიფრთხილეს, თავშეკავებულობას, ამ ყველაფერს კარგავენ და როგორც წესი ძალიან არეული და ისეთი რაღაცა არასტაბილური ცხოვრებით იწყებენ ცხოვრებას. ხშირად შეიძლება სხვადასხვა
დამოკიდებულებაც კი განუვითარდეთ და განივითარონ და მოკლედ თავის გარემოდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე მთლიანად ჩამოეშალოთ თავზე ეს თავის ძალაუფლება, რეპუტაცია, გავლენა და ყველაფერი. ამიტომ მე მაგალითად ძალაუფლების გზაზე ნამდვილად ვარ ელიზაბეთ პირველის ესე ვთქვათ მომწონებელი და მომწონს როგორც გაიარა ეს გზა. თუმცა ძალიან ღრმად არ ჩავსულვარ მისი პიროვნების კვლევაში და ამოვდივარ პირველ ორ გვერდზე რაც შემხვდა Google-ში და რაც წერია ამ წიგნში. ამიტომ თუ ესე იგი ცდებოდა იმ ფარგლებს და იმის მიღმა გადიოდა ვიდრე მე მგონია, რა თქმა უნდა, მაშინ მასზე არ ვფიქრობ. მაგია ხრება იმავე წუთს, როგორც კი გადაწყვეტთ ვინმეს მიანიჭოთ უპირატესობა. მაშინვე დანარჩენებს ემსგავსებით. ადამიანები ნებისმიერ მზაკრულ ხერხს გამოიყენებენ, ოღონდ თავიანთ ბანაკში გადაგიბირონ, აგავსებენ საჩუქრებით, უთვალავჯერ დაგეხმარებიან და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ თავი მათგან დავალებულად იგრძნოთ. მადლობა უთხარით ყურადღებისთვის, წააქეზეთ მათი ინტერესი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არავის მიემხროთ. თავს არ უნდა მისცეთ უფლება ვინმესგან დავალებული იყოთ და აქვე ვიტყვი საჩუქრებზეც. ჩემი პირადი აზრია და განსაკუთრებით ქალბატონებს გავუზიარებ ამას, იმიტომ რომ მგონია, რომ საჩუქრების მიმღები რაღაც ისტორიულად უფრო ქალბატონები არიან. თუმცა სტატისტიკა არ ვიცი და შეიძლება ესე არ არის, მაგრამ ჩემმა პირადმა გამოცდილებამ და ცხოვრებამ მანახა, რომ არასდროს არ უნდა მიიღო ისეთი საჩუქარი, ანუ არ უნდა დათანხმდე ისეთი საჩუქრის მიღებას, რომლის ყიდვაც ან რომლის გაკეთებაც საკუთარი თავისთვის თქვენ თვითონ არ შეგიძლიათ, იმიტომ რომ ამით ინარჩუნებთ დამოუკიდებლობას, ამით ხართ ძალიან თავდაჯერებული, პატივსაცემი და რაღაცნაირად თავისუფალი. ვიცი რომ ჩემი არხის მაყურებლები ძირითადად არიან ქალები, ამიტომ მათ გასაგონად ვიტყვი რომ საჩუქარი კარგია, მაგრამ საჩუქარი რომელიც ცდება საერთოდ თქვენ ნეტვორკს და თქვენ ვერასდროს ვერ გაუკეთებდით საკუთარ თავს, როგორც წესი მერე ხდება თუ ურთიერთობა აირია დამადლების საგანი, ან შეიძლება არც გახდეს, მაგრამ რაღაცნაირად თავს დამოკიდებულს გრძნობთ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სიმართლე რომ გითხრათ, მე ეგეთი საჩუქარი არც არასდროს შემოუთავაზებია ვინმე რომ ანუ ვინმეს რომ მიმეღო, მაგრამ ჩემ გარშემო რაც ვიცი ისტორიები ეს უაზროდ ბევრი ძვირიანი საჩუქრების, მე როცა შეიძლება ურთიერთობა გაფუჭდეს, თუნდაც მეგობრობა იყოს და მეგობრობის მაგალითებიც არის ეგ ბევრი მაინც. მე რაღაცნაირად ხდება თქვენი მინუსი. აი შეიძლება თქვენი მინუსი გახდეს ის, რომ აი რაღაცა ამ საჩუქრებს იღებდით. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არავისთვის შეიძლება დაგიბარებიათ. ამიტომ შეინარჩუნეთ დამოუკიდებლობა და არ იყოთ არავისგან დავალებული, როგორც ამბობს რობერტ გრინი, ეგრე ამბობს ელენა დიღმალაშვილიც და მე თუ არ დამიჯერებთ, რობერტ გრინს მაინც დაუჯერეთ. როგორია ქალწული დედოფალი, ანუ მისი არქეტიპი. ის არის ყურადღების, სურვილის და თაყვანისცემის ცენტრი, არასოდეს ანიჭებს უპირატესობას ერთ თაყვანისცემელს მეორის სასარგებლოდ, ქალწული დედოფალი ყველას აიძულებს მის გარშემო იტრიალონ, მზის გარშემო მბრუნავი პლანეტების მსგავსად, რომლებსაც არც ზალუც ორბიტის დატოვება და არც მზესთან მიახლოვება. ნუ ქალწულით რო ამოაგდოთ, შეგიძლიათ იყოთ დედოფლები და თქვენ გარშემო ტრიალებდეს ეს ყველაფერი, თუ არ იქნება თქვენი მხრიდან ზედმეტი მიწოდება. ანუ ბაზარზე რაც არის მოთხოვნა, უნდა იყოს ყოველთვის უფრო მეტი, ვიდრე თქვენ გამოჩვენებით სადმეს მიხვალთ, ნუ არ ვიცი. ანუ არ უნდა იყოთ აი განზავებული რა, აი ყველაფერში. მოდი ლურსმნის ივენთია, იქაც წავალ. სუნამოს ივენთია, იქაც წავალ. არ ვიცი რაღაცა ივენთია, ყველგან წავალ. ჩამოაყალიბეთ თქვენი ინტერესების პერსონალური ბრენდის, რეპუტაციის შესაბამისი, არ ვიცი, რაღაც სივრცეებზე წარმოდგენა და იარეთ მაგის მიხედვით.
როცა არის კონფლიქტი, არავის მხარე არ დაიჭიროთ, შეტაკებას შორიდან ადევნეთ თვალი. სხვათა შორის ძალაუფლება რომ მოვაშოროთ, ისედაც არ უნდა ჩაერიოთ კონფლიქტში და საკუთარი კონფლიქტებისგანაც უნდა ისწავლოთ განრიდება და დამკვირვებლის როლში ყოფნა, რომ დარჩეთ ცხოვრებაში უმეტესწილად ნეიტრალურ და მაღალ ვიბრაციებში. გარშემო მყოფებს არ მისცეთ შესაძლებლობა ჩაგითრიონ თავიანთ წვრილმა კინკლავობაში. ინტერესი გამოხატეთ, ისეთი მოაჩვენეთ თავი, რომ ხარს უჭერთ, მაგრამ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნეთ ნეიტრალიტეტი. მაგრამ შვეიცარია როგორი სახელმწიფოც არის, ეგეთი ადამიანები იყავითო და უფრო მარტივი იქნება თქვენი ცხოვრება ძალაუფლებისკენ მიმავალ გზაზე და ზოგადადაც ძველი ჩინურიანდაზა, როდესაც ჩიბუხა და მოლუსკი იბრძვიან, სარგებელს მეთევზე იღებსო. და ასეა. ისიც ხო არის გამშველებელს მეტი მოხვდაო თუ რაღაცა ქართული ეგეც მაგას ეხმიანება ალბათ. და მივუახლოვდით საპირისპირო მოსაზრებას. კი არ მივუახლოვდით და საპირისპირო მოსაზრებაზე მივედით. ამ კანონს აქვს საპირისპირო მოსაზრება. თუ თქვენს მიმდევრებს მეტისმეტად დიდხანს აიძულებთ იცადონ, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებთ, მათი სიყვარულის ნაცვლად უნდობლობას მოიმკით. ადამიანები ინტერესს დაკარგავენ. საბოლოო ჯამში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ უმჯობესია მოჩვენებითად მაინც მხარეთაგან ერთ-ერთს მიემხროთ იმის დასამტკიცებლად, რომ შეგიძლიათ ვინმეს მხარდაჭერა, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი წარმატების მიღწევის გასაღები იქნება შინაგანი დამოუკიდებლობის შენარჩუნების უნარი, ვითარებაში ემოციური ჩართულობის გამორიცხვა. აი ეს ძალიან მომეწონა, რომ არის მართლა ცხოვრებაში სიტუაციები, როცა უნდა აირჩიო ერთი მხარე ან მეორე მხარე, იძულებული ხარ, არ ვიცი, სხვა გამოსავალი არ გაქვს, გინდა რომ შენი ოჯახის წევრს დაეხმარო რაღაცა. და რა, იმიტომ რომ მე სხვის მხარეს გადავედი ან ასოცირება გავაკეთე საკუთარი თავის, მთელი ჩემი რეპუტაცია და ყველაფერი წაიშალა? არა, არ წაიშლება, თუ შენ შინაგანად ხარ ისევ ნეიტრალური და შინაგანად დარჩები დამოუკიდებელი, იმიტომ რომ მაინც ენერგეტიკის, სხეულის ენის, სიტყვების კომბინაციის, არ ვიცი, აღელვების, ემოციურობის, ყველაფრის ერთად ჩართულობით ადამიანები გრძნობენ რამდენად ხარ ამ მხარეს. და როცა არ ხარ დამეჯერებელი, ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ხარ რაღაცის გამო და მოგიწია. ამიტომ შინაგანი დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ და ეს იქნება რაღაცნაირი ჩვენი ჩრდილოეთის ვარსკვლავი, რომელიც ამ სიტუაციიდანაც შეძლებს და გვარად გამოგვიყვანს ისე, რომ რეპუტაცია არ დაგვიზიანდეს. ეს არის ჩვენი მე-20 კანონი. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და ერთ-ერთი ძალიან ისეთი საყვარელი კანონია, იმიტომ რომ მე თვითონ მიყვარს ამის გამოყენება და ხშირად გადაწყვეტილებების მიღების დროს, ესე ვთქვათ, მახსენდება ხოლმე, რომ ესეთი კანონი არსებობს, ეს არის ადამიანის, ესე ვთქვათ, ისტორია, ფსიქოლოგია, კულტურა, მენტალიტეტი, ყველაფერი ერთად ამ ყველაფერს იმეორებს. და მოდი შენც ამით რაღაცნაირად იხელმძღვანელე და შინაგანი რწმენით და ამ კანონის გამოყენებით ბევრჯერ კარგი გადაწყვეტილება მიმიღე. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ, ძალიან გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, წარმატებებს გისურვებთ და დროებით.